გითხრათ დღეს არ მიგვილოცია ჩვენი ტელემაყურებლისთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოანე ღვთისკაცის თაყაიშვილის 6-მე ღვთისკაცის მაპატიეთ თაყაიშვილის ხსენების დღეს და მე მინდა ყველას მოგილოცოთ წმინდანი შეგეწიოთ თქვენ და მინდა ამ თემაზე წარმოგიდგინოთ ქეთი ვაშაკიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული 6-მე ღვთისკაცი თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს კორდონის ოფიცრის აზნაურ სიმონ თაყაიშვილისა და ნინო ნაკაშიძის ოჯახში. მშობლები ადრევე გარდაეცვალნენ. 3 წლის ასაკში ხიდიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. წესიერი ექიმი ვერ გამოუძებნეს და ამის შემდეგ დაკოჭლდა. 1895 წელს მომავალმა წმინდანმა ილია მართლის შუამდგომლობით ცოლად შეირთო იურისტ იმანე პოლტორაცკისა და ნადეჟდა გაბაშვილის ასული ნინო, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ხირსეულ თანადგომას უწევდა მეუღლეს. წმინდა 6-მე აქტიურ მეცნიერულ, პედაგოგიურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა და თავისი მეცნიერული მუშაობის უმთავრეს მიზნად საქართველოს ისტორია, არქეოლოგიისათვის მასალების შეკრებას თვლიდა. ազნაუდებელია აი ეს მემკვიდრეობა, რომელიც მან დაგვიტოვა, როგორც მატერიალური სახით. მის შემოქმედებითი ნაღვაწი. ასევე აი ეს ცხოვრებისეული გამოცდილებას გვაძლევს იმდენად დიდს მისი ცხოვრება მოღვაწეობა, რომ თუ კი ოდნავ მაინც მივემსგავსებით მას, მაშინ ჩავთვალოთ, რომ სწორი ცხოვრებისეული, ასე ვთქვათ, პრინციპებით გვიცხოვრია. განსაკუთრებული თვისება, რომელიც მას გამოარჩევდა ჩემი აზრით გასაკვირველია, ეს არის მისი განსაკუთრებული უანგარობა. აი ადამიანი, რომელიც იყო შეწირული საქვეყნო საქმეს, ისე რომ ამ ქვეყნისგან არაფერს ითხოვდა. არ იყო პრაქტიკულად ჰუმანიტარული მეცნიერების დარგი, სადაც მას თავისი კვალი არ დაემჩნია და ამას კიდევ ვიმეორებ აკეთებდა სრულად უანგაროდ. 6-მე თაყაიშვილი აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და დიდი როლი შეასრულა თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. წმინდა 6-მემ დიდი ამაგი დასდო ეკლესია-მონასტრებში განადგურების პირას მისული შემორჩენილი ფრესკების გადმოღებას. 1912 წლიდან 1917 წლამდე მან 73 ფრესკის პირი გადმოიღო და მუზეუმს გადასცა. ის არა მარტო საეკლესიო სიძველების გადარჩენაზე ზრუნავდა, არამედ ძველი ქართული ხელნაწერების გამოცემასაც ახერხებდა. აქ ინახება 6-მე თაყაიშვილის პირადი საარქივო ფონდი 1972 წელს შემოსწირა ქართველურმა კალისტრატე სალიამ. ზოგადად არც ერთი მონოგრაფია, არც ერთი ინტერვიუ, პორტრეტი, ავტოპორტრეტი და ავტობიოგრაფიაც კი ვერ ქმნის მოღვაწეზე იმაზე ზუსტ, იმაზე ჭეშმარიტ შთაბეჭდილებას, ვერ გვაძლევს იმაზე სწორ ცოდნას, ვიდრე პირადი საარქივო ფონდია. არქივი ხო სპეციალურად არ იწერება, არქივი თავისთავად ბუნებრივად იქმნება. ამიტომაც 6-მე თაყაიშვილის არქივის ძალიან ბევრი გამორჩეული ფაქტორი შეიძლება დასახელდეს, მაგრამ მე დავასახელებდი ორს. ამ არქივის მიხედვით ეს მოღვაწე არის მეტად პრინციპული ადამიანი, მეტად პრინციპული, ძალიან ერთგული თავისი ფასეულობებისა და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ის აღემატება მარტივ ადამიანურ სენტიმენტებს, ისეთებს, როგორიც არის, ვთქვათ, იუბილეს გადახდა, პირადი ანგარიშწორებები, ანგარიშის პასუხისგაცემა ბრალდებებზე. დიდი მოღვაწე 1953 წლის 21 თებერვალს უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ 40-მდე ადამიანი დაესწრო. 2002 წლის 17 ოქტომბერს ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე გაწეული დიდი ღვაწლისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 6-მე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და მას სახელად წმინდა 6-მე ღვთისკაცი უწოდა. ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას წინ უსწრებდა 6-მე თაყაიშვილის ნეშტის მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადასვენება. 2008 წელს თბილისში გაიხსნა წმინდა 6-მე ღვთისკაცის სახელობის ტაძარი.